დილამშვიდობისა, დილის 8 ნახევარია და ჩვენ ვიყვებით კოლუმბუსის ერთ-ერთ აეროპორტში. გუშინ დავტოვეთ ტრაკი, ჩავბარგდით და წინა ვლოგს გადავლეთ თვალით თუ არ გინახავთ. დღეისთვის კი გეგმაში მქონდა რომ მანქანას ვიქირავდით და წავიდოდით ნიუ-იორკისკენ. გზაში გავჩერდებოდით სასტუმროში, დავისვენებდით და ფრენისთვის მზად ვიქნებოდით. თუმცა ჩვენ ხომ ყველაფერი უნდა გაგვიპრობლემდეს ამ ხელა კოლუმბუსში, ვერსად ვერ ვიქირავეთ მანქანა. დავრეკეთ საერთოდ ყველგან. From Columbus, Ohio, and returning to New York JFK. What time? Tomorrow morning, like maybe 8 a.m., 9 a.m. Needed time for the pickup and the drop off? So I want to pick up tomorrow 8 or 9 a.m. and drop off next day. Pick up date tomorrow. Columbus, Ohio? Yes. Be a reason why I can see the rates. 1 second. Sorry, around this is not possible, sir. I'm so sorry. It's just that the one way did not work from Ohio to New York, sir. If I change drop-off location, it will work or not? Give it a try. If not JFK, where would you want to drop it? In Brooklyn, anywhere. Brooklyn? Yes. For 1 week, the amount that you would have to pay up front. ყველა ლოკაციას ცალ-ცალკე ნომერი ქონდა. აი ეგეც კი არ დაგვიტოვებია. საერთოდ ყველა ნომერზე ცალ-ცალკე დავრეკეთ და რა მანქანის ქირაობის სერვისების არსებობს ყველაფერზე მოკლედ, მაგრამ ხვალაღებით და ზეგ ნიუ-იორკში ჩაბარებით არც ერთი არ გვთავდა ნებას. ჩემს უკან თვითმფრინავი აფრინდება. რა მაგარი იყო? ამ სანახაობად ღირდა. ასე ახლოდან არასდროს მინახავს თვითმფრინავის აფრენა. ვისაც თბილისი ბათუმის რეისით ოდესმე გიმგზავრიათ, ან ზუგდიდი თბილისით და ანუ ერთი დღე წახვედით და მეორე დღეს უკან დაბრუნდით. ხო, როგორი დამღლელია მგზავრობა. ჩვენ 5 კვადრატულ სივრცეში ცხოვრობდით 2 თვე. ეგ იყო ჩვენი სახლიც და სამსახურიც და ხომ წარმოგიდგენიათ როგორი დაღლილები ვართ. საერთოდ არ მქონდა ნერვი, საშლის ნერვი, მაგრამ მოხდა ისე რომ ვერანაირად ვერ ვიქირავეთ, ვერ დავარეზერვეთ. ვიცი, შეიძლება კომენტარებში დაწეროთ, რომ წინა დღით ადრე რაღაცა, მაგრამ თუ ჩემ ვიდეოებს უყურებთ, ხომ ხედავთ როგორი სიტუაციებია, ისეთი მოულოდნელია ეს ყველაფერი. თან პლუს ამას, ბილეთი რომ არ მქონოდა ნაყიდი, ჯანდაბას დავრჩებოდით და როცა მოგვაქირავდნენ მანქანას, იმ დროს ავიღებდით და წავიდოდით. მაგრამ სამწუხაროდ ბილეთი ნაყიდი ქონდა და ისიც ძალიან ძვირად იმის გამო რომ ფრენამდე 2 დღით ადრე ვიყიდეთ. რაც შეგვეძლო ყველა ვარიანტი ვცადეთ და ერთი რაც გავარკვიე ეგ არის რომ მანქანები ყავდათ უკვე რომ ბევრი უარს გვეუბნებოდა ერთს ვკითხე რომ ჯერ ვუთხარი რომ თუ გაქვთ ერთ შტატში აღება სხვა შტატში დაბრუნება. ამბობდნენ რომ გვაქვს ნიუ-იორკში თუ შეძლო დაბრუნებას კი. მივცემდით მონაცემებს კოლუმბუსიდან ნებისმიერ წერტილიდან მანქანის აყვანის სადაც ხელმისაწვდომი ჰქონდათ. და რომ ჩავაბარებდით ნიუ-იორკში ნებისმიერ ადგილას ეს იქნებოდა აეროპორტი თუ სადმე ბრუკლინში არ ქონდა ჩვენთვის მნიშვნელობა. და როდესაც ამ მონაცემებს შეიყვანენ, გვეუბნებოდნენ რომ სამწუხაროდ არა გვაქვს მანქანა. ვერ შევძლებთ რომ მოგაქირავოთ. ისიც ვცადე რომ კოლუმბუსის გარშემო სხვა ქალაქები ან პატარა სოფლები თუ იყო, ყველგან დავრეკეთ, სულ უარით მითიშავდნენ. ბოლოს არ მახსოვს სად დარეკა არლექსმა და ერთმა ოპერატორმა უთხრა რომ ხვალაღებით და ზეგჩაბარებით არ გვაქვს, თუმცა შეგვიძლია მოგაქირავოთ 7 დღით. 7 დღის თანხას ერთდროულად გადაიხდი, როცა აღარ გენდობა მანქანას დააბრუნება ამ 7 დღის ვადაში და რაც თანხა დარჩება, ამას დაგიბრუნებთო. არ ვიცი ეს რამდენად სანდო არის. ChatGPT-საც მივწერე ვკითხე, მაგრამ კატეგორიულად უარი მომწერე რომ ასეთი რაღაცა არ შეიძლება. ხო იცით თან როგორი დაწვრილების და გულახდილად იცის საუბარი და ესე უბრალოდ მანქანას გაქირავებინებს და მე ვალდებულებებს თვითონ ყველაფერს აირიდებს თავიდან და თქვენ ვეღარ შეძლებთ დარჩენილი თანხის უკან დაბრუნებასო. ამაზეც მზად ვიყავით, მაგრამ 7 დღე ძალიან ბევრი იყო. რამდენი უწევდა არ მახსოვს თავის ტაქსებით ყველაფერს მე მგონი $1000-მდე უწევდა მანქანის ქირაობა. რა საკეთებ 7 დღეს არ შვები? Huh? 7 დღეს არ აკეთებ? არა, 4 დღეზე რჩება ის რაც მითხრა საერთოდ. კაი, თუ არ დააბრუნებენ 4 დღეზე დიდი თანხა არ იქნება და ეს არის რა ქვია. სოლდაუც მიწეს, როცა 23-ში და 25-ში იმაშვები რა ქვია. ეგ ხო ისედაც ცადეთ. ხო გითხარი 3 დღით ადრე ცადეთ ხო და არ მუშაობდა. და თუ ჩემს წინა ვლოგს უყურეთ, გეცოდინებათ რომ საკმაოდ დიდი ჯარი მავიღეთ და $3,000 გადახდა ისაც გვიწევს და პლუს კიდე $1,000 ან დაგვიბრუნდება და ან არა ამის გარისკვა არ მიყირდა და მეთქი რაღაცაშია საქმე, რამე გამოსავალი იქნება არ დავნებდეთ. ამ დროს უკვე ძალიან დაღლილები ვართ არაქად გამოცილები. გუში რომ მანქანა დავტოვეთ იმის შემდეგ სასტუმროში ნორმალურად არ დაგვისვენიან. საღამოს 7 საათზე დავბრუნდით, მანამდე ვიშოპინგეთ და უკვე აი დაღლილობისგან ვეღარც ვისვენებთ და ვეღარც ვიძინებთ იმ მდგომარეობაში
ვარჩა და პარალელურად ამ ყველაფერს ვარკვევთ. არ ვიცი სხვა ქვეყნებში როგორ ხდება, შეიძლება ბევრად უფრო რთულად იყოს ეს მანქანის ქირავა, მაგრამ არა მგონი აი ყველა ნორმალურ ქვეყანაში თუ ფული გაქვს იყიდეთ ქირავებს. აქ ფული გაქვს და ვერაფერს ვერ აკეთებ. ნუ ყოველ შემთხვევაში ჩვენ ყოველთვის ესე გვემართება, რომ რაც გვინდა და სასწრაფოდ გჭირდება, იმას ვერაზროს ვაკეთებთ. აი ხოლმე ფიქრობდი, დავლაგდებით ნორმალურად მანქანას ვიქირავებთ, ჩავალაგებ ყველაფერს რაც საყიდი მაქვს, ნელ-ნელა მაღაზიებში გზადაგზა შევივლი რაც გამახსენდება. არ გადარბენაზე ვართ. ეხაც ნახევარ საათით ადრე მოვედით, თორე აი ერთი წამი არა გვაქვს დასაკარგი. ახლა გადავიდეთ მთავარზე. გუშინ ხო გითხრა იმა რომ 7 დღით მოგაქირავებთო. მანამდე ჩვენ ნაცადი გქონდა 3 დღით. ან მე ვიფიქრე რომ იქნებ იმ დღეებში არ შეუძლიათ და რო ვიქირავოთ მანქანა და 3 დღეში ჩავაბაროთ ნიუ-იორკში თქო, ესეც ვცადეთ, მაგრამ out of stock იყო და თუ სხვა საიტზე 3 დღით ადრე არ შევა, ანუ 25-23 არ შევა. ანუ მინიმუმ 4 დღე უნდა იქირავო მანქანა, ხო? ხო, იმენა შევა. აჰა. და ყოველ მანქანას ქირავაზე გაიგე. მოდი ეს გავაკეთოთ. ანუ 3 დღეზე მეტი აღარ გვიცდია 4 როგოცა და უკვე მაგარი იქნებოდა, იმიტომ რომ რაც ამ ოპერატორმა ეს აზრი მოგვაწოდა იმის შემდეგ, ალექსმა შემცირა დღეები. სადა 6, 5 და ბოლოს 4-იც და 4 დღეზე ვიქირავეთ მანქანა, ოღონდ ეს ონლაინ ვიქირავეთ ყველაფერი, ჯერ არ ვიცით მოგვაქირავებენ თუ არა, აი აქ ვართ ახლა მოსული, მგონი enterprise ან ბაჯეტი რომელიღაც აქედან. რამდენი ვიწვალეთ დღეს? მაგრამ როგორც იქნა ვიქირავეთ მანქანა. სისტემა არის ეგეთი მანქანას ვერ ქირავ რომ მეორე ადგილას მიხვიდე მაინც და მაინც იქნა ჩააბარო ყოველ წასვლაზე იგივე პრობლემა რა აღარ შემიძლია ქირავ მაგრამ წინასწარ უნდა დაჯავშნო და ეხა წინასწარ შეხვალე ერთი დღით წინასწარ ერთი დღით ზოგჯერ ხო არის რომ აეროპორტში ჩამოფრინდი და მიდიხარ სხვაგან უნდა დატოვო მაინც და მაინც იქ ხარ უნდა ჩააბარო სიგიჟეაში ონლაინ დავარეზერვეთ, ბარათიდანაც თანხა ჩამოიჭრა და იმედი მაქვს არაფერი გართულდება. ჩვენ ვაპირებთ რომ ხვალ ჩავაბაროთ ეს მანქანა, იმიტომ რომ ხვალ დღის პირველ ნახევარში გვაქვს ფრენა და მეტი ხნით ვერც დავიტოვებთ. ვაიმე კიდე აფრინდა. აღარ ეს private jet იყო. აზია. და იმ დარჩენილი 2 დღის თანხას აღარ დავეწებ. ერთი ვარიანტი მქონდა, ხო, მაგის თქმა დამავიწყდა. ნიუ-იორკში ახალი ჩასული ვიყავით, იქ რაღაც საქმეები მქონდა და 3 დღეში კოლუმბუსში წამოვედით და ჩვენო მეგობრებმა გვითხრეს რომ არის ესეთი სერვისი, უზბეკები მუშაობენ მინივენებით. გადაყავთ ხალხი, წინასწარ იღებენ შეკვეთებს და მერე მიყავთ. საკმაოდ ბევრი მუშაობდნენ და მაინც სადეთ, ნუ რამდენს გვეტყოდა და მგონი რაღაც 240 თუ 250 დოლარი ჩვენი ბარგით და 2 ადამიანზე გადავიხადეთ. კი იყო არაკომფორტული უკანა სუბოლო რიგებში ვიჯექით, ჩვენ ავირჩიეთ ეგ, იმიტომ რომ პატარა ბავშვით იყო ერთი ქალი და არ გავიმეტეთ საბარგულში შესაჯდომად. თუმცა 9 საათის გზაც საკმაოდ გაიწელა. მაინც ყველაზე იაფი ვარიანტი ეგ იყო იმ მომენტში, იმიტომ რომ ფრენის ბილეთებს რო ვამოწმებდი, ერთი დღით ადრე კოლუმბუსში გადმოფრენის, სადღაც 500 თუ 600 დოლარამდე ჩდებოდა და მარტივად გამოძორით მაგ შემთხვევაში და ყველამ რო დაგვაუარა, ალექს უთხარი რომ მეთქი მაგათთან დარეკე და არც მაგას არ ახსოვდა და ეგენი შევითანხმეთ, თუ დღეს მანქანა ვერ ვიქირავეთ, ამაღამ წავეხეთებით იმ მანქანით უზბეკებთან ერთად და ისეთი არაკომფორტულია, ოღონდ ეგ არა. ოღონდ დღეს მანქანა მოგვაქირავონ, არაფერზე აღარ ვიწოწუნებს საერთოდ. ალექსი ესე ჭკვიანად მილოდება აქ. ალექს რა ღირდა, ეხლა რამდენი გადავიხადეთ გუშინ? 3 დღით რო ვიქირავეთ მანქანა. წესით რო ვიქირავეთ, მაგრამ 20 დოლარი და დეპოზიტი 250. ბევრი არ ყოფილა. ვიქირავეთ, არ მჯერა. 311 დოლარი გადავიხადეთ დღესაც. გუშინაც 300 რაღაცა, მაგრამ იმედია რომ დააბრუნებენ დღევანდელ გადახდელს მაინც. გონი ისევ ის მანქანა უნდა ვიქირავოთ დღეს, რომლითაც შარშან წავედით ჩიკაგოდან ნიუ-იორკში. ზუსტად იგივეთი კი არა, ანუ იმ მოდელით რა. სალამ! როგორც იქნა, მადლობა ღმერთს, რომ იმ უზბეკებთან ერთად არ მოგვიწია წასვლა. მე უნდა ვმართო ხო? და კიდე ის დავამატეთ. გზაში რო თანხა გადაიხადოს პირდაპირ 70 დოლარი გადაგვახტევინეს მაგის. აი მე მადლობა ღმერთს. დღეს არ ველოდი, მიეჭვებოდა მეთქი კიდე რაღაცა გაჭიანურდება და ვერ ვიქირავეთ, მაგრამ ყოველთვის მადლობა ღმერთს, რომ ესე ვიქირავეთ. წავედით ახლა სასტუმროში. მოვედით სასტუმროში და 10 წუთიც მოვუსწარით საჭმელს, მაგრამ რაღაცა გული არ მიმიწევს. ბლინი გინდა? აი, ჯამოთ ბლინი. იოგურტებია ვეღოთ. არ მინდა. ჰა? არ მინდა. არც იოგურტი არ გინდა? აი, მაშინ წვენს დავლა. მეგონა არის ხა. იცი, ცოტა აგვიანებს. ყველა მესჭამა არა იყო. მაინც ერთს მაინც გაკეთებ. არა. გამოგივიდა ერთი? რა? ორი ჩიქაგი. მერე რა? ეყოფა. გადმოვა ეხა. რა გადმოვა? ეს უნდა დავახურო. კარგი ხუხა უცებ თუ გინდა. გონი ეს არის. სინგირა.
იმდენი ხანი ვთხოვდი და არ გამაკეთებინა. ეს მგონი კარაქია ხო? კი. თუ არა. ხო. ეს რა იყო? Vegetable oil-ო, არ მინდა ეს. არ არის ეს კარაქი, ეს გავუკეთე კრემყოლი. რაღაცა ის არის მარგარინივით. მე ისიში რომ მქონდა შეკვეთა, მაგას ვერ ვასწრებ, არა აქვთ მოტანილი და $98 კი იყო, მაგრამ მაინც დავრეკე და გავუქვევაზე და უკვე დაშიპული არის, მალე მაღაზიაში იქნებაო და ვერ დაგიკენსელებთო და ხვალ მიაკითხე და იქ დაგეხმარებიანო, მეთქი ვერ მივალთ ხო იქ ქვეყანას ტოვებს ხო და მაშინ ეს შენ დადა ეთებში. მაშინ 30 დღეებს რაღაც არისო და რო აღარ გაიტან მაღაზიიდან ავტომატურად უკან დაგიბრუნდება თანხაო. და გული კი მწყდება ისე მაინტერესებდა და დავინტრიგდი მაქსონამოთი ისე აქ იმქავმა. კი როგორი იქნება. ხალექსმა გაიმზადა ერთი ცალი ბლინი. რა არის კიდე არის? აი არ გინდა იყოს, მე არ მინდა. არა იყოს. სიროფიც მოგისხა. ასე. გემრიელად მიირთვი. არის მიშენი ხო? ოხო, გეინაცვალე. შეგერგოს. გუშინ ტრაკიდან წამოვიღე ახალი ზეწარი. ზოგადად ამერიკულ სასტუმროებში არ მიყვარს ხოლმე ჩაწოლა რაღაცნაირად მეზიზღება და ყველაზე ძვირად ღირებული რაც ჩვენ გადავიხადე ყველაზე ძვირი იმ ფასიან სასტუმროშიც კი საბანი რო გადავხადე შენ პატარა თმები და რაღაცები იყო ხო და მეზიზღება ამის გამო ის დავაგე ძირს ზემოდან კი გვეფარამაც საბანი მაგრამ ხო გადასაფარებელს ვერ წამოვიღებდი ხშირ შემთხვევაში ნაქირავები როცა გვაქვს და პატარა მანქანით მივდივართ სადმე სულ მეუბნები არ აქვს რომ მანქანაში დარჩენა მირჩევნია მაგრამ მაინც შხაპი რაღაცა ეს მაინც კარგია რომ ისვენებ მანქანა რო ფლორიდის ნომერზეა გვიან შევამჩნიეთ რომ მოვედით მე დავინახეთ ან ჩავბარგდეთ ой კარგი ტევადი საბარგული ქონია ჯერ ჩემოდნები ჩავდოთ და ეს ბოლოს დავადოთ სემოდან მე კიდე გადავანაწილოთ აეროპორტში რო ავწონით მიდი ერთად დავწიოთ ეს სემოდან დაიდება ესეც ასე ჩავლაგდეთ და წავედით ნიუ-იორკისკენ. ჯერა მანქანა რო ვიქირავეთ? არა. ეხლა ვიყავით Walmart-ში და ვიყიდე გზისთვის ესეთი რაღაცები. ეს პატარა ზომის დამატენიანებელი კრემი, უპაწუკესი დეოდორანტი და ეს კიდევ გამწმენდი. სახე რო დავიბანო ხშირად და გამონაყარმა რა შემოწოხოს. კიდევ რაღაც წამლები და ეგეთი ელემენტები რაღაცები. კიდევ გავჩერდით საყიდლებზე. აეროპორტში შესასვლელიდან სასმელი ვიყიდე და ეხლა მივდივართ საჭმელად. უკვე პირველი საათი ხდება და ჯერ არაფერი გვიჭამია საერთოდ. ამ სანიტაიზერს ყიდულობ ხოლმე სხვადასხვა ფერს. ეს ფერი პირველად მაქვს და ნახოთ როგორი სუნი აქვს. რა კაი სუნი აქვს. სასიამოვნოა. სისუფთავის და ცოტა პარფიუმი აქვს დამატებული. Chick-fil-A-ში. ძალიან დავიღალეთ, ხოლმე ამომიწურა ენერგია და უნდა დავიტენო. წავედით, თუ აღჭამოთ, გინდა აღჭამოთ. გზაში შეჭამ? ისე. ამათი ფრაის მიყვარს ძალიან გემრიელი აქვს და თან ესეთი დაჭრილია. ეს რა არის ბიჭო? მაკენ ჩიზი იყიდა? რა მხალყველი соуსია. უფრო პატარაში ველოდი, ძალიან კაია. რიცალე, ბურგერი თუ სენდვიჩი. ამას სენდვიჩს ეძახიან, მაგრამ ბურგერს გავს. ერთი მე, ერთი ალექს. შენც იგივეა ხო? ლამაზად გამოიყურება. გავჩერდით ბანკში თანხის გამოსატანად და არ ვიცი ესეთ რა ადგილას მოხდეს. რა უთხარით თანხა არც ისე ბევრი არის, მაგრამ ძალიან ბევრჯერ აღნიშნა რომ ეს დიდი თანხა და თან რაღაცა ფურცელიც მოგცა რომ თავიდან რო ავირიდოთ სქემერებიო, თან ყველაფერი ინფორმაცია გამოკითხა თქვენ მართლა ბრუკლინში, ნიუ-იორკში ცხოვრობთო. არ ვიცი ძალიან დაიძაბნენ, მე მენეჯერი შემოვიდა. თან ესეც ხარხარით ხო იცი რომ მომხმარებელი რო არ გააღიზიანონ ისე აშკარად ეთყობოდათ რომ უნდათ გარკვევა რატო გაგვაქვს ამ ხელა თანხა მე უთხრა ალექსმა რომ სამოგზაუროდ მივდივართო რამე დიდი ამ თანხით რამის ყიდვას აპირებთო ქეშის გადახდასო ეხლა უახლოეს პერიოდში და მეთქი ან მაგალითად მარკეტპლეისზე ხარ ყიდულობ მანქანას და ალექსმა უთხრა რომ მოგზაურობთო და მე ეს რაღაცა ხელი მოგვაწერინა ეს აქამდე რა ვიცი სულ გაგვიტანია ხოლმე ხანდახან ამაზე მეტიც მაგრამ არასდროს არ მოუთხოვიათ მსგავსი რამ ცოტა დაუწყეს ფულებს ძებნავა სად არისო ეს და ძალიან ცუდი კუპიურები მოგცეს. დახეული 1-2 იყო გახეული.
თან 100-იანებიც არ იყო, ზოგი 20-იანი, ზოგი 5-იანი, ზოგი 50-იანი და რამდენიმე რომელიც ყველაზე ხელახულად გამოიყურებოდა, მივაბრუნე და 100-იანები და 50-იანები გადამიცვალეს 20-იანებში. ხო და რატომ მოვიდით ეს ადგილას როგორ მოხდით, არ ვიცი. არასდროს არ იყო ხოლმე პრობლემა და სხვათა შორის ამერიკაში აღებული ქეშის განაღდება როცა გვინდა საქართველოში, აი ოდნავ რაღაცა თუ ეთყობა, გამოყენებული. ან ნაწერი თუ აქ წერტილიც თუ აქ არიბარებენ. ხო, აი საქართველოში დართულია ხოლმე და მაგიტო ეს მივაბრუნებინე რა ვიქნები იქ დაგჭერდეს თანხა და ხო შეიძლება სადმე სხვა ბანკში რომ ამათან იმიტომ მივედი რომ იმდენი კითხვა მომაყარეს ეხა სხვა ბანკში რომ მივიდე და ეს გადამიცვალეთ თქო იქაც რა ვიცი რამე არ გააპრობლემა თქონდა მაგიტო ისევ ამათან შევცვალეთ წინ გვაქვს 9 საათის გზა და ახლა გავჩერდით ფაილოტზე ისევ ტრაქსტავზე გავჩერდით პატარა მანქანითაც კი აქ შევედით ხონდა გაგა 30-ო ხوار დამეყარა სუყურე შაქარი როგორ მომცეს მე თვითონ ჩამოვყარე რაღაც ის იყო მოწყობილობა მეთქი სადავიღო თქო რო ვერ ვიპოვე აი მოიცა აქ მაკი ხა 3 ისა 3 ფეკურა ჩამოსასხმელი იყო ეგეთი არაფერი მინახავს ჩამოსაყრელი ბენზინგასამართ ადგილზე გავჩერდით და აი ესეთი შაქარი მომცეს ხანაერები არ გვაქვს მოსარევი დამჭა საძროპი არა გაქვს ხო მომიტანე კაი მე წავალ კაი ესე დააფარე ვნახოთ ტაკოები ჩემთვის და პიცა ალექსისთვის აბა როგორ ზნობ თავს როგორც მგზავრი მე კარგად მაგრამ თქვენ ტარება ხوار და გავჭყვათ თქვენ როგორ ზნობ თავს კარგად თავს უცხოცხონა შორის გონი არ დამიწყები შენ როგორ ფიქრობ არა შვენივრად მე მოსაღამოდა და შემდეგი გაჩერება Walmart-ი კიდე გავავლეცე AirPods-ების ყიდავს ფიქრობდი და ალექს მონახა აქვე Walmart-ში და ეხა ავიღებს თუ აქვს ადგილზე ეს აქვს ვაუ პირველი AirPod-ი ვაუ დიდხანს ფიქრობდი რასაც ვქარი წამეღო ჩვენი ორთოდონტისტვის რომელიც ჩვენი ღიმილის სპონსორია რადგან ფოტოგრაფიით არის გატაცებული ვეფიქრე რომ ეს ამიღო და საყვარელია ლამაზია რაღაც ვინტაჟური და საყვარელი ვიდეოების ედიტის დროს ალექს ძალიან ტანჯავდი ხოლმე ჩემ გვერდით თუ იყო თან მე ხან ერთზე იგივეს ვიმეორებ ხან ჭრი ხან მუსიკას ვადებ და ერთზე იგივეც კაპაწკუპი რო ისმოდა სულ ნერვებს უშლდი და ამის გამო რომ თავიდან ავირიდოთ ვიყიდე ეს გავაკეთოთ გამყუთვა კითხა და გაყუთა თუ არა მეთქი კითხა რა დროს ეგარი მეთქი გვეჩქარება და მაინც გადაიღო რაღაც მეკითხები არ მიდიხარ და რო არ დაძარი მანქანა გადავიღე რაღაც უცადო მაინტერესებს როგორი ხმა აქვს არა პირველად მაქვს ასეთი ძვირიანი ყურსასმენი ვაი ამას кейსი არ უნდა ახლა кейსი რო გავაჩერო თვად გააფრენს დღეს იმდენჯერ გავჩერდით მართლა კარგი ნერვები აქვს ალექს და დიდი მადლობა ამ დღესთვის მიუხედავად იმისა რომ ასე გვეჩქარება ყველა სურვილი ამისრულა დღეს აუ ისეთი კომფორტულია ვისაც გაქვს იგეცოდნებით მაგრამ ყველა ხმა დაახშო გარეთ მანქანის მოძრაობის ალექს ქონდა მუსიკა ჩართული ხმაღალზე ძალიან ოდნავ მისმოდა ესა ტრეილერში მქონოდა ალბათ ბევრად უფრო გამიმარტივდებოდა ყველაფერი იქ ისეთი ხმაური არის და ერთბაშად დაახშობდა ყველაფერს დღეს მთელი დღე ავეძებთ ალექსის ჰუდს არც 1-6-7 მაღაზიაში შევედით ვერც არ ვნახეთ მე არც ერთი მაღაზიიდან გამოსულა ხელსარიელი ალექსმა აიღო ერთი ჰუდი მაგრამ მე კიდევ ერთი პარკი შევმატეთ ჩემს ბარკს მოვიდით ბრუკლინში და თავზეს დაგვათენდა ავეძებთ რამე ღია კაფეს, მაგრამ ყველაფერი დაკეტილია მხოლოდ Starbucks-ი და Dunkin-ის drive-ს რომ მუშაობს. რამდენი მოგონება გვაკავშირებს ამ ადგილებთან, ყველა კუთხე და კუნჭული რომ წვალებას გახსენებს. როგორ ვიტანჯებოდით აქ ავტობუსებს რომ ველოდებოდით ამ ხმორში რომ ცხოვრობდით რამდენიმე თვე. მიუხედავად ამ ყველაფრისა, მაინც პოზიტიურად რო გახსენდება. რადგან ღამე იყო, საერთოდ არ ყოფილა საცობი. კაც მისე მშვიდად გადავაადგილდებით. ჯერჯერობით ძალიან სიწყნარია. ამ სატვირთოზე ყოფნისას სახე ყველაზე დავაგებულად მქონდა და ფიქრობდი რომ ნორმალურად შევინარჩუნე, მაგრამ ისე გამომაყარა და თან აჭრელებული მაქვს საშილო და ცოტას წავისვარ ამას. ფენისას ძალიან არ მიყვარს სახეზე რაღაცებს რომ ვიდღაბნი, მაგრამ ძალიან ცუდად გამომიყურები ახლა. წავედით აეროპორტში. პირველ რიგში ჩავაბაროთ მანქანა. მოვედით უკვე აეროპორტში ვართ.
გაიარეთ ჩეკინით ძალიან მარტივად სხვათა შორის. ადრე სულ ფეხზე ვხვდიდნენ, იმდენი ხანი გამოწევდნენ. ეხლა სკანერშიც კი არ გაგვატარეს. ჩვენ, ანუ მე ალექსა კიდე რამდენიმე 1-5 კაცი, გვერდზე გამოგვიყვანეს. ბევრი შეამოწმეს მაგ სკანერზე, მაგრამ ჩვენ რატომღაც არა და ძალიან მარტივად ჩაიარა ამ პროცესმა. პოსტები მხდებოდა, რომ რაღაც IC არის JFK-ის აეროპორტში. ამის გამო ესეთი პროცედურები შენელებული არისო. დიდი რიგი დგება ხოლმე და ჩვენ მოვედით 4 საათით ადრე და ზედმეტად მოგჩა 3 საათი. ეს არის ჩვენი საყვარელი კაფე ამ აეროპორტში. თურქული არის და ყოველთვის ვიღებ Gulburex. ძალიან გემრიელია, მაგრამ ახლა არ მინდა. ჩიზკეიკი მინდა ძალიან. აბა გავსინჯოთ როგორი ჩიზკეიკი აქვს, ძალიან გემრიელად გამოიყურება. ეძინება? დავუსვარე. ძალიან გემრიელია. ძალიან კაია. ჩავსხედით, ძალიან სწრაფად ჩაიარა ამ პროცესმაც და დაგვახვედრეს ახალი შეფუთვები. ნუ პრინციპში მე მგონი ორი ფრენა, ბოლო ორი ფრენა არ ყოფილვარ თურქეთით. ეს რა არის? წინდები? ჩუსტიკები და წინდები. დაბადე. ჩემფერი ვაიმე, აუ, ისე შემთხვევით ავაწყყვე თუ დაემთხვა, რა ვიცი, ეს ზედა ვარდისფერი წარწერებით, შიგნით ვარდისფერი, კიდე ყავისფერი ყველაფერი ხუდი და ესეც რო დაემთხვა. და კიდე ამ ვარდისფერზე დაემთხვა ჩემი ფეხსასმელი და კიდე რა? და ჩემოდანი. ერთ ამ მქონია წინასწარი გათვლა. ეს გემრიელად დავიწინე ცოტა ხანში. სულ ეს იყო? რაღაც კიდე დევს. ესენი ტყუილად ვიყიდე. აღარ მახსოვდა რომ ამათ ჰქონდათ ჯაგრისი და ეს პასტა. თურქეთს აქვს ძალიან გემრიელი კვება და იმ გემრიელობები გველოდება. კიდევ გვაქვს ესეთი პლედი და ასეთი ბალიში. ძალიან გემრიელი სადილია. ამ ბენზინა, მაგრამ ამის გამო გავიღვიძებ. ამ ქათამს აქვს ჩახოხბილის გემო ისეთი გემრიელია. ასევე მაქვს სალათი ზღვის პროდუქტებით, შოკოლადის ნამცხვარი, წვენი, პური და კარაქი. აქვს პასტა, ყველაფერი იგივე არის და მხოლოდ პასტა არის განსხვავებული. არ იყო ძალიან კარგი ფრენა, სუქარში და ტურბულენტობაში ვიყავით და ჯამში ალბათ 3 საათი მეძინა და ბიძგები და ჯანჯღარი მაღვიწევდა. ფესკენ მოემართება ნომერ მეორე კვება. დაიღალე ალექს. არ მინდა არა. და ხოლმე ალექსის გამოჩენა ვლოგებში, მაგრამ არ უნდა ამ ყველაფერში მონაწილეობის მიღება. კი ხედავთ რეაქციას. დაგვრჩა საათი და 44 წუთის გზა და შემდეგი ულუფა გამოიყურება აი ასე მრავალფეროვნად. ხილის გვაქვს, ყველის ასორტი და ეს ომლეტი. ყველაზე მეტად არ მომწონს არის ეს ვერცხლის დანაჩანგალი. გამოვფრინდით თურქეთში და პირველი რასაც ვაკეთებთ არის Wi-Fi-ის გააქტიურება. ვააქტიურებთ პასპორტი დავასკანერეთ და ადრე მახსოვს რომ 1 საათიანი იყო. გონი პირველად რო ვიფრინდით მაშინ. და მე შევიძინეთ ულიმიტო ინტერნეტი ეს 1 საათი რომ მოიწურა და ახლა რომ დავასკანერეთ დაგვიწერა რომ ულიმიტო ინტერნეტი გექნებათო. 2 კვირის ხელფასი აქვს ჩასარიცხი და 1 კვირის ხელფასიდან უკვე $1500 მოვაჭრეს იმ ჯარიმის, რომელიც კომპანიამ დაგვაკისრა. ბიჭი ჩემ იუთუბერობას არ აღიარებს, მაგრამ ყველგან ჩემ ვლოგებს უყურებს. რა ხდება, რაშია ალექს საქმე? მოგწონს? ჩვენ ახლა ჩავერთვება პასუხად მივიღეთ. ვერ გავიგე რა უნდა. შევუკვეთე რაღაც საჭმელი, რომელსაც არ ვიცი რა ქვია, ეხა მოიტანე ნახ და ერთად ვნახოთ როგორი იქნება. ჩვენი საჭმელის მზად არის. ნახე როგორია? ხაჭაპურავით რა შენი იყოს თუ გინდა. სხვა შორის ძალიან იაფიღი და $19 და 60 ცენტი. 800 ლირა ღირს მე მგონი და მოყვება კოკაკოლა. ახლა გავსინჯოთ $15 ყავა. ალექს ჩამოეძინა ტელეფონი დავაკავე და სინავს. ალექს გესმის? საათიანი გადაჯდომა გვაქვს, მეთქი რა ვაკეთოთ გავუყანო დრო თქო და ამოვიღეთ ჩემი პლანშეტი. დავუკავშირეთ ჩემს ყურსასმენს და ისეთი სიმშვიდეა, სიჩუმე. მარტო მე და ჩემი ვლოგი ვარ. ვინც ამ ვლოგს უყურებთ, ეხლა ვამზადებ თქვენთვის წინა ვლოგს, რომელიც დიდი იმედი მაქვს რომ ნახეთ
და თუ არ გინახავს, ნახეთ, დაალაიქეთ, ეს ვლოგიც დაალაიქეთ და დააკომენტარეთ რამე. ჩვენი ალექსანდრე ბატონი ასე მიითიშა. ისეთ უცნაურ პოზებში ძინავს ხოლმე აყირავებული არის და მე მეკითხება ხო არ ხრინავდი. ხან პირი აქვს ხოლმე დაღებული და მე მუხურავ ყბას. სასაცილოა. უკვე საქართველოს რეისზე ვართ, ძალიან გათიშულები ვართ, ორივეს მაგრად გვეძინება. აი ასე გამოიყურება ჩვენი მენიუ. ხანი არის წავედით ამერიკაში სულ რაღაც 2 თვეა, მაგრამ მაინც როგორც სასიამოვნოა ჩამოსვლის მომენტი. უბრალოდ მესაზღვრები ზოგჯერ ისეთი სახით გვხვდებიან ხოლმე. თავი მგონია ტერორისტი. ხარებული ბედნიერი რომ მიდივარ კონტროლზე და ისეთ სახით შემოგხედავენ, ან ისე დაგელაპარაკებიან, ჩაგამწარებენ ამ სიხარულს. გქონიათ მსგავსი შემთხვევა თუ მხოლოდ მე მხვდებიან ეგეთები. სად გულთბილი დახვედა რა არ იყო ვაღიაროთ, მაგრამ წინა გამოცდილებებს ჯობდა. გამდე უყურეთ ვიდეოს, კომენტარში დამიტოვეთ ყვითელი გული. სულ ეს იყო ჩვენი პატარა მოგზაურობის ვლოგი და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.